კვლავ საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომში და ISAF-ის ოპერაციაში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილები დღეს ანაკლის მომავლის ბანაკში გაემგზავრნენ. 10 დღის განმავლობაში ისინი სხვა მოზარდებთან ერთად დაისვენებენ პროექტი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, თავდაცვის სამინისტროსა და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ინიციატივით ხორციელდება. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომსა და ავღანეთში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ბავშვები მიემგზავრებიან ანაკლიაში, სადაც ისინი 10 დღეს გაატარებენ მომავლის ბანაკში. ჩვენ გვინდოდა განსაკუთრებით აგვისტოს თვეში გამოგვეხატა ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა ამ ოჯახებისათვის და გავაკეთეთ ეს აქცია თავდაცვის სამინისტროსთან და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად და ეს არ იქნება ერთჯერადი. ძალიან მიხარია რომ მივდივართ ანაკლის ბანაკში, ჩემი აზრით კარგი იქნება ეს როგორც კონტაქტების შესაძენად მომავალ ურთიერთობებისთვის გავიცნობთ ბავშვებს იქ გავერთობთ დავისვენებთ ძალიან მიხარია რომ აფასებენ დაღუპულებს